1 მილიონი ლარის ზარალი, ათობით დატბორილი სოფელი და ასობით დაზარალებული ადამიანი კახეთის სტიქიას ისევე ბრძვის ახმეტის რაიონში. სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ყვარელსა და ლაგოდეხში ჩაინგრა ხიდები, გზები მდინარეებმა წაიღო. რეგიონში მაშველები გამოიძახეს, რამდენიმე ოჯახი იზოლაციაში მოექცა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკვე სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობენ. მდინარეებში წყლის დონის დაწევისთანავე სპეციალური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ. ადამიანი ყავს დარჩენილი ლაგოდეხის რაიონში არის ესეთი ტყე, ჭიაურის ტყე, სადაც სამაშველო სამსახური გამოძახებულია, მარტყმები ქონდათ შიგნით და ამ თავს ისეთი ვითარება არ არის, რომ რაიმე მოხდეს სანამ მაშველები მოვლენ და ხდება დათვლა იმ ზარალის, რაც მიაყენა სტიქიამ ყვარლის რაიონს, ახმეტის რაიონს, ლაგოდეხის რაიონს და თელავის რაიონს. ინარე კაბალს შეეცვალა და ისე მოდიდებული არ არის, როგორც გუშინ იყო, გადაიკეტა კაბალზე, ამ თუმცა საშიშროება აღარ არის. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმა დღესაც გაგრძელდება, მთაში კი თოვლია, მოსალოდნელი მეტეოროლოგები ძლიერ წვიმას დასავლეთ საქართველოს შეელიან, სადაც ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მთაში თოვა გაგრძელდება, განსაკუთრებული დიდ თოვლობაა მოსალოდნელი სტეფანწმინდის რაიონში, სადაც თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს უკვე გადააჭარბა. თოვლები აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში, განსაკუთრებით გუდაუში, სადაც თოვლის საფარმა მიაღწია 40 სანტიმეტრს და ჯვირის გადასასვლელზე 80 სანტიმეტრია. ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი დაწყებული არ არის, მაგრამ როგორც სინოპტიკური პროცესი განაპირობებს, ალბათ ამ საღამოდან იქაც მაღალმთიან რაიონში თოვლი დაიწყება. შემდეგ დღეებში ველოდებით 4-ში შედარებით ინტენსივობის შემცირებას და ზოგან წვიმა და თოვლის შეწყდება. დიდ თოვლობისა და წყალდიდობის გამო მაგისტრალების ერთი ნაწილი უკვე ჩაიკეტა, მიმოსვლა შეზღუდულია ფშაველი, აბანო-ომალო, სნორი, ლაგოდეხისა და გურჯაანი კაბალის მაგისტრალებზე. აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თოვს გუდაური კობილს ლარსის მონაკვეთზე, რის გამოც საქართველოს სამხედრო გზა ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მდინარეებში წყლის დონის დაწევისთანავე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. დიდი პრობლემა იყო ჩვენთვის ახმეტასთან, სადაც ილტუა დიდა რამაც ჩარეცხა ჩვენი გზა, გზის ნაწილი, ჩვენ ახლა ალტერნატიული გზა ავაშენეთ და გამომდინარე აქედან იქ ტრანსპორტის მოძრაობის საშუალება მძღოლებს მივეცით. მოკლედ ვებრძვით ამ შემთხვევაში სტიქიას. რამდენიმე საათი წინ კობი გუდაურის მონაკვეთი ჩაიკეტა, იცით თქვენ ეს მეტეოროლოგებმა საშიშროების გამო მოგწეს ეს მესიჯი. მინდა გითხრათ, რომ აქაც ტექნიკა მობილიზებულია და ვარაუდობთ, რომ დღის მეორე ნახევარში შევალთ ამ ტექნიკით და თქვათ გზის გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ. ტერაქტების საფრთხის გამო ახალგორში შესაძლოა ოსმა სეპარატისტებმა გზა ჩაკეტონ ოკუპირებულ რეგიონში. კოკოეთის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა. ალექსანდრე ბარათაშვილმა, რომელიც დე-ფაქტო გამგებლის მოადგილეა, გუშინ გადაადგილების უფლება არ მისცა სკოლის მოსწავლეებს. დღეს ამ საკითხს პარლამენტში განიხილავენ. 1 საათში ბიუროს ხდომაზე ვიცე-სპიკერი დეპუტატებს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად სუმების მიღებას მოსთხოვს.